Pirpaso beqorda xotmi esalon ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი მურმან დუმბაძე. მოგესალმებით ბატონო მურმან, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით, როგორ ბრძანდებით? ჩვენივრად. ხო ხართ კარგი, როგორ ხასიათზე ხართ? აი ეს ხუთიანზე ვარ. როგორი ესეთია, პირდაპირ პასუხები გაქვთ ხო? კი. პირდაპირ. მე ხო გულწრფელი კაცი ვარ. გულწრფელი. აი თქვენის დაგახვედეთ ალალი, ესე შეგიძლიათ მიირთოთ. ალალი ხო? კი ბატონო, ალალ კაც ალალი წვენი. კი ბატონო. ხო და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება დღეს ბატონო მურმან, დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. რა ხდება აჭარაში ისე? ტურისტები ჩამოდიან, არ ჩამოდიან? ხვდებით? არა, აჭარაში რა ხდება ახლა? ზღვა ისევ იმ ადგილზეა. ისევ იმ ადგილზე. კი ბატონო. დანარჩენი ახლა ტურისტებისა რა მოგახსენა? ხო, არის. ტურისტები ცოტაა უკვე. ცოტა, ხო შეცოტა. ხო, მაგრამ მაინც ვეპატიჟებით, იმიტომ რომ ზღვა არ შეცვლა, სითბო იგივეა, ბათუმლები იგივე ვართ, აჭარლები იგივე ვართ, ამიტომ ვეპატიჟებით ყველას. ერთ ძალიან საინტერესო თემით უნდა დავიწყო საუბარი. ესეთი სკანდალური ამბავით რა. კავკასიაზე იყავით დაახლოებით 3 დღის წინ, თუ 4. კი, ვიყავი. კუბარდიასთან და ისეთი რაღაცა გააჟღერეთ, ცოტა ისეთი რა. აი, თქვენგან რომ ცოტა გაკვირვებული ვარ, ხო, ცოტა გაკვირვებული ვარ. ცოტა. ხო, აკუსთან. სააკაშვილიო უნდა დავნიშნოთ, რომ პრემიერ-მინისტრად უნდა წარადგინო. ესეთი რაღაცა თქვით, ხო? კი, ნამდვილად, გიდასტურებთ. კი, მიდასტურებთ. კი, გიდასტურებთ. თან აქუც შეგეწინააღმდეგოთ. ხო, მაგარი ამბავი. მაგ შეწინააღმდეგობაზე მაგარი ამბავი. ესე იგი, აქუსთან შევდივარ ექსტაზში და მინდა რომ მოკლედ აქ უნდა დასვა საკითხი რომ ეს პოლიტიკოსებიო გამოდიხართო ლაყბობთ აქაო ხალხო პროგრამა უნდაო რო შეხვალთო მერეო თავრობა ვინ იქნება რა იქნება ესენ უნდა ვიცოდეთ წინასწარ რომ მარტო ხმა მომეცი ეგ კი არა უნდა ვიცოდეთ რა მოხდება მერე და ნუ ვედავ რომ ვუთხრა ახლა ეს რაღაც პროგრამებზე ვლაპარაკობ თან თვალებში ვუყურე ხო და რთულია ახლა აქუზე რთული ადგილია და მე ვთხარი რომ გადავაბრალი ნაცებს ხო ნაცები მეთქი მე ვთხარი რაღაცა ცოტა გვერდებს აქანებენ აი გაბედული ადამიანი მიყვარს მეთქი მე ვთხარი და აი მე გაბედულებას ვიქნებ და გეუბნებით მეთქი მე ვთხარი აი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ვინ უნდა იყოს ჩემთვის ვინ უნდა იყოს ვინც უკრაინაშია მეთქი აუ შემასკდა აქო ბატონო მურმან და მინდა ვილაპარაკო ახლა ვამჩნევ რომ არ მოეწონა რა აქ უნდა იყოს პატარა მომცრო 3 მილიონიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიყვანო უნდა უკრაინიდან ეს შევთავაზე საქართველოს მოქალა აქ სხვა არ შევთავაზე მაგრამ ეს წინააღმდეგობას მიწევს და თანაც უკვე საათზე უყურები არ შემჭამოს მეშინია უკვე ხო და მინდა რომ კითხვა არ დამისვას წინააღმდეგობას მან დამაცადე ბატონო მურმან დამაცადე კაცო რაღაც უნდა გითხრა მათქმევინე ბოლო გავჩერდი ის რო თქვენთან რო არისო და ამაზე სულ გადავირე ჩვენთან რო არის თუ ახლა ან გამაგდებს სტუდიიდან ჩვენ რა არის თქვენთან რო არისო სამ ფახლავაზე დაგენიზლავები რასთან მენიზლავები ბატონო ანუ თქვენი ფახლავა გაიხსნა ხო ფახლავა მოგო ესე მე რო ბატონელო ფახლავა ხო და სამ ფახლავაზე დაგენიზლავები და უნდა ჩავაგვიხო რომ ცუდად ვარ რა უკვე რა წინააღმდეგობას მიწევს და სამ ფახლავაზე დაგენიზლავებიო სექტემბერშიო მიხეილ სააკაშვილიო გახდებაო უკრაინის პრემიერ-მინისტრი ამოვისუნთქე ვაი შენა გაშენა შენი სული წინააღმდეგი კი არის ხო უბრალოდ თურმე კაც ეპატარაო ეს რაღაცა ის მაინტერესებს საიდან მოგივიდათ ეს იდეა ესეთი არგუმენტი იყო რომ ერთადერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ვიზის ეშინია რეალურად არის სააკაშვილი კი ნამდვილად ამ საიდან იცით რომ ეშინია კაცი იმით ცხოვრობს რა მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს ხო იქ გადმოადგილდა იქ პასპორტი ჩამოართვეს იქ სახურავზე ავიდა იქ ეს განცხადება გააკეთა Facebook-ზე ეს გამოაქვეყნა ეს დაალაიკა ეს გააზიარა ამით ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილი რატო იმიტომ რომ მიშამ დაამარცხა აი ადამიანზე რო ფიქრობ და სულ ერთი და იგივე კაცზე ლაპარაკობ ეს ნიშნავს რომ იმამ დაგამარცხა თუ ლაპარაკობ დადებითად ეს სხვა საკითხია ფსიქოლოგიური ამბავია მელას რაც ელამდება ხო ის ესეძვრება ხო და ეს არის ბიძინა ივანიშვილი რა მეტი არაფერი ამიტომ სულ ტვინში მიხეილ სააკაშვილი უზის
ამიტომ მე ვფიქრობ, მე მივიღე ამ ტვინში, ამ გონებაში დაიბადა ეს აზრი. მე ვფიქრობ, რომ სწორი განაცხადი გავაკეთე, სწორად ვფიქრობ. ჩვენ ახლა თუ და მაგრამ და მძიმე ჩვენ შევდივართ უმრავლესობაში 2020 წლის არჩევნების გზით. მითუმეტეს რომ შევცვალეთ ფუნდამენტალურად ახალ რეგისში გადავიდა ჩვენი სახელმწიფო. ახალი ქვეყანა გვექნება, ახალი ორგანიზაცია იქნება, ახალნაირად ახლებურად მოეწყობა ხელისუფლება. და სახელმწიფოც ახლებური იქნება, უმრავლესობის სობით შევდივართ და კოალიცია კი არ ნიშნავს იმას, რომ პასუხისმგებელი პირი არ იქნება, პასუხისმგებელი ჭირდება, იმ კოალიციას პირველი პირი ჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ვისაც უკეთებია საქმე, ვისაც ხმალი მოუქნევია, მოკლედ. იმან უნდა მოიქნიოს ეს. სხვა გზა ამ ქვეყანას არ აქვს. გასაგებია, ხო, ბევრი ახლა პოლიტიკური ორგანიზაცია, ხო, ახლა პარტიები ბევრია. არიან რამდენიმე. ცხადია. მაგ მორალური საკითხია. მაგ არის მორალური საკითხი. რა ხდება? კოალიციური იქნება მთავრობა, კოალიციური იქნება პარლამენტი, ანუ მრავალპარტიული იქნება ჩვენი სახელმწიფო, ხო სწორია? მრავალპარტიული, მაგრამ მოდი მორალურ მხარეზე. ჩვენ ხო ქართველები ხო მორალისტებიც ვართ. მარტო კონსტიტუციით ხო არ მუშაობთ. ეხლა თქვენ რომ დამიბარეთ რომ 5 საათზე მოდიო რამე კონსტიტუციური ნორმაა თუ დამიბარე ხო და კანონში წერია შენ თქვენს კანონში მორალში წერია მე რომ მოსულყავი 6-ის 5 წუთზე ხო პოლიცია ვერ დამიჭერდა მაგის გამო მაგრამ ნუ მორალური საკითხია აი მაგალითად მორალური რატო 2019 წლის 24 ივნისს ბიზინა ივანიშვილი გამოდის და საქართველოს მთელ მსოფლიოს ეუბნება რომ ხალხო გენაცვალეთ სულში დაიშალეთ წადიცა ეშინია რომ შუშის სახლში არა ვაკითხოთ მიტინგმა 2019 წლის 24 ივნისს გეუბნები 20 ივნისს მეორე მესამე ხო და გამოვიდა და თქვა რომ გადავა ჩვენი გვეყალა პროპორციულ არჩევნებზე ხო თქვა ესა ეს რამე კონსტიტუციაში წერია ჩაწერა ხო არ ჩაუწერია მორალურის მაგრამ მივაწექით რომ არ გადავიდა რატო მივაწექით მორალის გამო ზნეობის გამო მივაწექით ქართველებმა საქართველოს მოკალავ შენ სიტყვა მომეცი და სიტყვა აღმერთი სიტყვა მომეცი და უნდა შევასრულებინეთ თითქმის შევასრულებინეთ ბოლომდე ვერ მაგრამ 120 პარლამენტის წევრი 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ეყოლება და აქ აბსოლუტური უმრავლესობა ამის გარანტიას გაძლევთ, იქნება ოპოზიცია. მოდი შევთანხმდეთ, რომელი პოლიტიკური პარტიაც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ეს აი ჯამება, ხო? კი ბატონო. იმან დაასახელოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა და პროპორციულად განაწილდეს მთავრობაში. მაგრამ სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხო უფრო მაღალი რეიტინგი აქვს? რეიტინგებია სიმულირებული ეს. ეს არის სიაფანტობა, მეტი არაფერი. რანაირთა სიაფანტობა? იმით არა. სიაფანტობა. გეტყვი. აბა მითხარ. გეტყვი. მაგის მეტი რა ვიცი. 2012 წელია ბიზინა შემოსულია და ფულებს ატრიალებს და ვანგრევთ ყველაფერს. რა მიშა უნდა გავაგდოთ რა ხელისუფლებიდან და ბევრი აღარ გვაკლია. ვაგდებთ რა ხელისუფლები, ვიგებ. მიდი ჩალენჯი რა? მიდი მოკლედ ჩალენჯი. და გამოგეთქვეს ატარებს. ეხლა თქვენ იმ კვლევაზე მეკითხე ედისონის გამოგეთქვეს ატარებს და ქართული ოცნება დაუწერეს. მიშა ხელისუფლებაშია რა? მაგარია, ანგრევს ყველაფერს, ჩიტი ვერ ფრინავს მის გარეშე. მიშა მიიღო 40% და ჩვენ მივიღეთ 13%. გამოგეთხვებით. ოცნება? ოცნება და ის ჩავარდა ლოგინში, შუშის სასახლეში. ბიზინა? ხო, შუშის. მე ვთხარი, მე ვთხარი სიაფანტობა, გაგაშინია. ვიგეთყვი სიმართლეს. ახლა რო კაცი მოდის და მეკითხება, ვის აძლევ, ვინ გეკითხება შენ ვის ვაძლევ ხმას? თუ არ მინდა ძალიან გავართულო საქმე, იმიტომ რომ ჩემი სიდედრის ვიღაცა მუშაობს იმაში, რა ქვია, მერიაში. და ჩავწერ კოცებს ვაძლევ ხმას, მაშინ წერდი ნაცებს ვაძლევ ხმას. მიშამ მისი ხმები მიიღო მაშინ 40%, მაგრამ ის 13% გაიზარდა 55%-მდე. ასეა, რატო ასიაფანტობა აქ? ხო, სად არის სიაფანტო? იმიტომ რომ პრეზიდენტი სიაფანტია, პრემიერ-მინისტრი სიაფანტია, პარლამენტი სიაფანტია. და საქართველოს მოქალაქე მე რომ ვარ. მე რატო არ უნდა ვიყო სიაფანტი? შენ სიაფანტო და მეც ვიქნები სიაფანტი. მე რატო არ მოვატყუა? შენ თუ მოვატყუე, მეც მოგატყუე. ესე იგი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე არ არსებობდა წინადადება, დასრულებული აზრი, რომ ბიზნეს არ დაეჯერა. ვიჯერებდა რა, კაი კაცი იყო. ყველაფერს ასაც ეუნებოდი, ყველაფერს გიჯერდა. აბსოლუტურად, იყო 6 პოლიტიკური პარტია, ლიდერები იკრიბებიან, სხდომებია, საღამოშვილი, ალასანი და ტიპები, ბერძენიშვილები და ხო?
ხო და ამათ უთხრა რომ ახლა აჭარას დაანებეთ თავიო. ჩოლოქსიკითო დაანებეთ თავიო. ჩოლოქსიკითო ამ კაცს ვენდობიო. კი, რასაც ვეტყვი, იმიტომ მოვიგეთ. კარგი ხო მოვიგეთ? არ მოვიგეთ? არ იყო მოსაგები. 1 ოქტომბერამდე მაგრა გიჯერებს. ანუ გიჯერებს რასაც ეტყვი. რასაც ეტყვი გიჯერებს, მივდივართ მასთან. უმეტესი კამპანია ამ პოლიტიკური კამპანია 1 ოქტომბრამდე აწარმოა ურეკში. აი, სადაც პარკი ააშენა. მაშინ რა. შეკვეთილში. რომ შეხვიდოდი ეს შვედური მაგიდები ხო იცი? კი. საჭმელი სასმელი რომ დაყრილი როა. და რასაც გინდა ჭამ რა. ეს შეკვეთილში შედიოდა. შეხვალ და ჭამ. და მარტო შენ კი არ ჭამ. იქ არის მებაღეები, ეზოსაწესრიგებელი, მომსახურე პერსონალი, უამრავია და ფუტკარივით არის ხალხი რა. და ახლა შეხედე რა ხდება. ჯო პირველი მოვიგეთ ხო? მოვიგეთ ამ მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი, ესე ნაცებს გაუხმეს ხელები და აქეთა კოცები გავმაგდით, წვერი გავიპარსეთ და გავსტუკი დავიგიდეთ, გაუბედნიერდით. მაგარი ხალხი ვართ. შევდივართ ახლა უკვე მთავრობის დაკომპლექტება უნდა დაიწყოს. ეს არის 2 ოქტომბრის გეუბნები, 3 ოქტომბრის მეორე დღეს რა. არჩევნების მეორე დღეს. ჯო ხედავ რომ ეს მებაღეები რო არიან, ესენი მოსამსახურეები არიან, ზოგიერთ ტიპებს ვიცით. ყველა მოდის პარკში რაღაცა ჩადებული პარკებით მოდიან რა. შემოდის კაცი გააღებს, პარკით შემოვა. ერთს ვეკითხები, რა ყველა პარკით რატო შემოდიხარ? პარკი რა არის? ახლა პარკით შემოსვლა რა ერთი ნაცნობი იყო, გავიცანი იმე წინა საარჩევნო და მივახტიან პარკსა და გავხსენი ეს პარკი. რა არის? მაინტერესებს ყველას პარკი გავხსენი და რა იქნებოდა? ჭადი და ყველი. ანუ მეორე დღეს 2 ოქტომბერს შვედური მაგიდა აიღო, აღარ არის. აღარ არის რა. ამას აღარ არის. აი, მაშინ მივხვდი და ეს მებაღე მეუბნება რომ ბატონო მურმანო რა გააკეთე, რა ჭამდით და რა ვსვამდით და რა გააკეთე ესა, რა გააკეთა შენ წყევლამო და შენ ქვია გამარჯვებული და იმ დღეს მივხვდი რომ მე უნდა განკოცებულიყავ. მალე დავახმიე იქიდან. მართლა ესე ალაგა კი აი ალალად აი აგერ ალალი ხვაწერი აი ასე ალალად გეუბნები რომ შვედური მაგიდა აიღო ანუ სხვანაირი გახდა სხვანაირი 2000 მე ადრეს სხვაგანაც მითქვა 2012 წლის 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი იყო ზუსტად ისეთივე კაცი როგორც არის დღეს მანამდე ეგეთი არა მანამდე მაგრა ითამაშა კაი მსახიობი გამოვა რა მოიწვიე არ მოდის თორე კაი მოდი ეს ეხლა ხო დენდროლოგიური პარკი გაიხსნა ხო და ნუ მთელი სამთავრობო მედიები მხოლოდ მაგაზე ლაპარაკობენ იყავით ჩასული თუ არა არა მე არ ჩავსულ ვარ ფლამენგოები არ გიქ მაგრამ ერთხელ გავიარე მანქანა და რიგი უზარმაზარი რიგი ხო ეგ მაინტერესებს ახლა ეს რიგია უზარმაზარი და ერთი ნაცნობი ტიპი დავინახე კომპლეტელი ხო და ისიც დგას რა პაპანაკება სიცხეში პარკში უნდა შესვლა და არა და მისი სახლი სულ პარკია და ტელეფონი მქონდა დაურეკე და რა გინდა მაგ რა არა მურმანო ისაო ჩემი სახლიდან რომ გადმორგო ეს ხეო ეტე 150 წლის ხეო ბაბუას დარგული ხეო და რა ვიცოდი მაგას ასეთი კაი თვისება ქონდაო რა თვისება მეთქი თურმე უნდა მიეხვიო მაგასო და დიდხანს იცოცხლებო და ახლაო ჩამოვალო ის ბიძინაო ეხვევა ამას ამ ჩემიდან წამოღებულ ხეებს მეც მივალ და მივეხვევით და წიხლი არ უკარი მაგ პარკსო ანუ იქ თავის ხის სანახავად იყო ხო თავის ხის სანახავად არა სანახავად არა მოსახლეობა მე რა ვიცოდი თორე ყოველდღე მივეხვევოდი მაგის დედაცვათი კაი ახლა აჭარელი ხარ და ასლანის გავიხსენო ასლანის დროს მანდაც ოპოზიციაში იყავ კი ასლანი 13 წელი არა ასლანი დადით პარტიებდნენ თუ როგორ იყო ახლა ასლანი პიროვნულად აი ეს რო შედარებითი ანალიზი რო გააკეთო ბიძინა და ასლანი ტოლძალოვანი ტოლფარდოვანი ტოლძალოვანი მაგ განსხვავება არის ის რომ იმას ქართული აი ჯიგრულ ქართული პონტი აი გახარია რომ იტყოდა ჯიგრულ ქართული პონტი ასლანს მეტი ქონდა ხო ასლანს მეტი ქონდა ამას ეგ ჯიგრულ ქართული არ აქვს რუსულ სავეტსკი პონტი აქვს ამას და ასლანის დროს მაშინაც ასე აქტიური ვიყავი პოლიტიკაში და საარჩევნო ყუთებთან გვიშვებენ აი ეს არჩევნები არა მაშინ საარჩევნო ყუთები იყო ასე მანდარინის იაშიკი გინახავს ხო გინახავს მანდარინის იაშიკებისგან ასე ამას მოაძრობდი ამ გვერდებს იმას და იმ იაშიკებისგან შეკერავდი ყუთს საარჩევნო პატარა ნახვერს გავუკეთებდი იქ ჩააგდებდი ბიულეტენს გავარ ახლა და
დემოკრატიას მიმსახურებით რა. დემოკრატიას, პლურალიზმს. და მაშინ პლურალიზმს ვამბობ სიტყვაზე, ახალი ცნებაა. ვირკები გვაქვს ჩამოკიდული, აწერია ეუთოს ტანკურებელი გურმან დუმბაძე აწერია და ვიღაცები ეუთოები ჩამოკიდული წერი გაპარსული ლამაზები და ლამაზ ბიცებით რაღაცებს ვიცერთ და აი მაგალ პაპანაკება სიცხეა ხო? ზაფხულშია. და კოსტუმი თუ შემოდის, აი პიჯაკით, კოსტუმი თუ შემოდის კაცი, ნიშნავს რომ უკვე ჩალეჩის დრო ამოსული. უნდა იჩალი ხალხი ახლა ხო და იმ კოსტუმში. კოსტუმიას თუ ხედავ, ესე იგი საჩალიჩოთ მოდის. აი კოსტუმიანი რომ მოდის, ის მოდის საჩალიჩოთ. ხო და აი უკანა ჯიფეში პატარა ეს ფეხსაცმლის ლურსნები როა, ხო იცი ფეხსაცმლის ეს გოზდი ეს გოზდიკებს ეს ცხვირი გამოყოფილი აქვს უკან. პატარა ნაჯახი აქვს ჩადებული ეს პირი, ეს ნაჯახი ჩადებული. არა? მოდის ახლა და მეუბნები ხმა მიეცით, კი მივეცი. მაშინ გაბძანდით გარეთ. რატომ და მე მაქვს უფლება. მეუბნები დემოკრატიული პროცესი, ბატონო, მოითხოვს რომ თქვენ გაბძანდეთ. მე ამოიღებს ამ ნაჯახს, ამოაცუნცულებს და ეს ხის მანდარინის ყუთი ხო დგას? და ამ წერ შეყობს ახლა და ნენლა აძრობს ამ სახურავს აძრობს სახურავს დააძრობს აქედან ბიულეტენებს 1-250 და დუმ ჩაყრის დააძრობს აქედანაც ამასაც ჩაყრის და დაახურავს ამას და ამ ლურსნებს ფეხსაცმლის ლურსნებს ამოიღებს რომ იმიტაცია შექმნას რომ დალუქული იყო იმიტომ რომ ის გაიღუნებოდა ამოძრობის ამას დააჭერს ტაკ დააჭერს ხელს მოუსვამს და გაიარსავა ეგ იყო არჩევნები ეგ იყო არჩევნები ამიტომ ცოტა წინ ვარ წასული. ამ თვალსაზრისით ნამდვილად წინ ვარ წასული. კი ბატონო, ნამდვილად წინ ვარ. მართალი ხარ, იმიტომ რომ ახლა ტელეფონებს ვერ გავექცევით ვერს. ვერსა. გადმორეკავ. ხო. სხვათა შორის ბატონო მურმან ერთ ადამიანს ძალიან საინტერესო ადამიანს აქუსთან რომ ლაპარაკობდით, ხო? პირადად მოისმინა ეს ინფორმაცია იმას. აჰა, ვინაა ეს ადამიანი? ხო და მოისმინა ეს ინფორმაცია და პირადად რომ შემოვიდეს და თქვენთან რომ გასაუბრება თუ შეიძლება თქო, მაგას ვამბობ რა. გამარჯობა. და მე მოგიტანეს. 2020-ში ვიცი რომ 5 უნდა შემოხაზო, შედად ვიქნები რომ არ გაგიხმევა ხელი. ხელი არ გაგიხმევა. მე ხლა 2 წუთი შემოვირბინე რომ მინდა რომ მურმანი დავახასიათო. მურმანი არის ძალიან მაგარი ადამიანი. ძალიან მაგარი გამოცდილი პოლიტიკოსი. სამი თაობის ოპოზიციონერი არის და უბრალოდ კარგი პიროვნება არის. ამასინაც 2-3 დღეს უკან მე და ვლადიმირ ზელენსკი ვიყავით ერთად. უყურებდით აკუბარდიას გადაცემაში. და მე უთარგუნე ხლა ვლადიმირ ზელენსკის და ამბობს ახლა მურმან დუმბაძეს აქუსთან. მიხეილ სააკაშვილის დაასახელეთ პრემიერების კანდიდატად. გაუგნებული ჯერ ხო პირი დარჩა ზელენსკის. გაუგდით, ესაც მევარებს კი კაცო. ან საიდან ესეთი გამჭრიახი გონება, ესეთი იდეა. ძალიან გენიოსი ხარ. და მე მინდა მიმართო ჩემი პარტიის წევრებს. ჩემო ნიკა. ჩემო გრიგოლ. ჩემო ხატია. ჩემო სალომე. შეხედეთ, აი ესეთ ადამიანებზე დგას საქართველო. საიდან აი ესეთი გამჭრიახი, ესეთი უფროსი თაობა მოდის. დიამორბან მადლობა. ასე რომ მე მინდა ასე მადლობას მე ძალიან ბევრჯერ მოგიხდი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და ესეთი ხარტი ეგონება როცა გაქვს. მინდა გითხრა რომ ეხლა აკი არ უნდა იჭდე. ეხლა მეტი მოძრაობა გჭირდება მურმან, მეტი გასვლა ხალხში, უნდა მოდგე. ეხლა აკი არა, ეხლა აჭერაში აჭერელ მოსახლეობას მათ საყვარელ ხასიათში ენით უნდა აუხსნა რომ სომ გამოცლილი ბიძინა არის მოსაშორებელი. სარფის იქეთ გავაგდოთ. ეხლა აჭარელი კაცი ხარ და აი უფრო მინდა რაღაცა აჭარულად გითხრა. აი ბიძინა საქართველოსთვის იგივეა რაც თქვენს კილოკავში და აი მაგალითად დრაშობი და ოკეი. დახვარი ზედმეტი. არა, არის თუ არა? არის თუ არა? აი ესეთივე ზედმეტი არის დღეს ბიზნესმენი საქართველოს. ზედმეტი. რა თქმა უნდა, ეხლა მე მინდა ასე პოლიტიკური მასტერკლასები მინდა რომ გასწავლო. ძალიან მეგობრულად ჩემი თუ რომ ხარ ენერგიული ადამიანი, ჩაიწერე გამოგადგება საურთიერთობად ხალხთან. თან წინასაარჩევნოდ მით უმეტეს. აი მაგალითად, ხალხს როდესაც ხვდები ხო მურმან? გიწევს ეხლა ბოლოს შეხვდრა სად ქონდა მურმანი ვითხარი? ძალიან ბევრი მქონდა, აღარც მახსოვს. ძალიან ბევრი. ყოველდღიური შეხვედრა იმას. ყოველდღიური. აი როგი ყურება როგორ მენატრება ჩემი საქართველოს. და ეხლა მაგალითად მე მინდა ეხლა ერთი რამე რო თქვათ, აი მაგალითად. მინდა ჩემთან ერთად რომ ეგაიმეორო შენც. კიდე. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. სახეთი ნიშანი. ცოტა ენერგია ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. აუცილებლად 8 წელი არიან ხელისუფლებაში.
8 არის ხელისუფლებაში. ეს უნდა დააჭერო მოსახლეობას მურმან. და არაფერი არ გაუკეთებია ქვეყნისთვის. არაფერი არ გაუკეთებია. მურმან 8 წელი არიან ხელისუფლებაში ეს უკვე თქვით. ხო. აი ცოტა წამოკივლება და მეტი ის უნდა. არაფერი არ გაუკეთებია. არაფერი არ გაუკეთებია. აი ეს დავაი ეს ბოლო ფრაზა მინდა. ცოტა წინ აი არაფერი არ გაუკეთებია აი რაღაცა თან ეგაკურება ჩადე რა. სო ეგ არის. კი ბატონო. კაი, სახში ვივარი. სახში. სო როგორც კი ამას როგორც კი ვიტყვით ეგრევე გურიას მოვიგებთ იცოდე. კი ბატონო. ეხლა გადავიდეთ კახეთზე. ჩემი ყვარელი ძალიან მაგრად მენატრება ჩათვალე რომ გავართ კახეთში და კახელ მოსახლეობას მესაუბრებით. დიახ. ჩემო ძვირფასო კახელებო. ჩემო ძვირფასო კახელებო. მინდა მოგმართოთ და გითხრათ რომ დაუცილებლად რუსული ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება. რუსული ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება. ერთხელ კიდე გაიმეორე. რუსული ოლიგარქიული რეჟიმი დამთავრდება. ძალიან მაგარი. ესე იგი ძალიან მაგარია. ამას თუ არ დააჯერე ადამიანი. ო, რა თქმა უნდა. საერთოდ მე არაფერი არ გამოვა. მისმენთ როდის აპირებთ ჩამოსვლას ბატონ მიხეილ? უკრაინაში როგორც კი მე მურმანი მივადექი საზღვარს. დიახ. ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება ჩემი როგორც როდის აპირებთ ბატონ მიხეილ? ხო ვანო. როდის აპირებთ ჩამოსვლას? როდის საუბრებოდი უკრაინელ ოფიცერს? დიახ. საზღვარს რომ მოადექს. როდის აპირებთ ჩამოსვლას? შიგნით ხალხი წამოვიდა მურმანხელის მაგრამ ბატონ მიხეილ როდის აპირებთ ჩამოსვლას? წარმოდი მე კრიშაზე ავდორი. აპირებთ ჩამოსვლას? ან მიმართე პრეს-ცენტრს ან დასვი სხვა კითხვა უკაცრავად რა. შეუგონებ ახლა მინდა იცოდე ხა გუმბაძე კი ხარ მაგრამ გვარად. მაგრამ გაერთიანება არის საჭირო. კი, ნამდვილად კი. გაერთიანება არის ესაჭირო. ვართ კიდეც. ახლა შენ ბები ელიკო და ილარიონი მარტო ფონს ვერ გახვალთ. კი ბატონო. არის დუბაძის როა იმიტომ? გაერთიანება არის. ვიცი რომ ძალიან სწორი მიმართულება გიჭირავს. კი ბატონო. ძალიან სწორ გზაზეთ გახარ. კი ბატონო. შენ ხედავ შენს მომავალს, შენ ხედავ მზეს. მე ეს თავრობა თეთრ ბაირაკებს გადმოფენს. კი ბატონო. მე მოადგები საზღვარს და შემოძახებ ივანიშვილის ვეშჩამი. აი მაგ დროს აუცილებლად დაუდგება ზიანი ღამე ჩემს სამშობლოს. რა თქმა უნდა დაიწერება მარადისობის კარ. ეს არის. ეს იქნება ჩემი მოდელი. დამოიდროულად მინდა იცოდე რომ გაერთიანებული ოპოზიციაში არეულობა ახლა როგორც ხდება ხო მე მინდა იყოს შეკრულობა ძალაერთობაშია ვიღაცები აპირებენ რომ ჩვენსა და ამომრჩეველ შორის მურმან კი ბატონო. ჩადგომას კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. ვერ გავიგე მურმანი აგერ არის ახლა ეკალის სულ სხვა ვიღაცა ყოფილა. ეს რა ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. და სხვათა შორის მოვიკოჭლებთ ძველი ბიჭების სექტორში. როგორც ჩანს მე მიწევს მე მომიწევს ამაზე მუშაობა. მე მომიწევს მე უნდა დაველაპარაკო ძველი ბიჭებს. როგორც ჩანს ვერავინ გაბედულებას არ აქვს რომ დაელაპარაკონ ძველი ბიჭებს. ალბათ ახლა თან მეძებენ და დროებით შემოხელი. კი ბატონო. კი ბატონო. მოიწი ჩემი ძმა დრაუბნელი ხარ აბა. გავთანაბრდეთ რა. გავთანაბრდეთ დრაუბნელი ხარ როგორ აბა. შესუბაში ბევრი პროექტები მაქვს მე ასე რომ დავათქვი. აი პაროდიაც ხო არის და პაროდიაც მაგრამ ნუ ეს კოპირება ანუ არის ერთ-ერთში რა ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ადამიანია ბატონი ქართლოს ნატროშვილი არის სხვა აბსოლუტურად სხვა სახელი და გვარი აქვს კი ბატონო კი ბატონო მინდა ურმესი მადლობა გადაგიხადოთ ბატონო მურმან წარმატებები გისურვოთ სიმშვიდე გისურვოთ და რა ვიცი ყველაფერი იქნება ხუთიანზე ყველაფერი იქნება, რა ვიცი, როგორ, რა ვიცი, თქვენ ახლა ყველაფერი წინასწარ იცით ხოლმე ისეთ პროგნოზებს არ ყოფილა შემთხვევა ამ 30 წლის განმავლობაში. რაიმე საპერსპექტივო პროგნოზი გამეკეთებინოს და ის არ შესრულდეს, ასეთი არ არსებობს. განსაკუთრებით პოლიტიკაში. წარმატებები მურმან დუმბაძე იყო. კარგი წარმატებები.